Ქურდული სამყაროს წევრობისთვის სამართალდამცველებმა 12 მოქალაქე დააკავეს. დაკავების სპეცოპერაცია სამეგრელოში, იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარდა. დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანი და ერთი ქალია. გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი ქვეყნის გარეთ მყოფი, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. აღიარებდნენ ამ სამყაროს და სხვადასხვა სარგებლის მიღების მიზნით ქურდული კანონების შესაბამისად სპეციალური წესების დაცვით მოქმედებდნენ და მიზანმიმართულად ცდილობდნენ ქურდული სამყაროს ინტერესების საზოგადოებაში დანერგვას და განმტკიცებას. ისინი ქურდული სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი პირებისგან კონკრეტულ დავალებებს იღებდნენ და ასრულებდნენ. დაკავებული ხარ ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი. ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს 12 წევრი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები სხვადასხვა სარგებლის მიღების მიზნით ქურდული კანონების შესაბამისად მოქმედებდნენ და მიზანმიმართულად ცდილობდნენ ქურდული სამყაროს ინტერესების საზოგადოებაში დანერგვასა და განმტკიცებას. ასევე დაადგინდა, რომ ისინი იმყოფებოდნენ ქვეყნის გარეთ მყოფ ეგრეთ წოდებულ კანონიერი ქურდების გავლენის ქვეშ. ქურდულ სამყაროში მაღალი იერარქიულ საფეხურზე მდგომი პირებისაგან იღებდნენ კონკრეტულ დავალებებსა და ასრულებდნენ მათ. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.